guys, მოგესალმებით მეგობრებო, რა ვახართ, რა შვებით, ხო ხართ მაგრად? ერთი საბანი დავიფარე. თორე ცოტა აცივდა. დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ეს ახალი ვიდეო ეძღვნება ისევ რას ეძღვნება, სახელი დამოვიწყდა. ევროპა ვარ 7 medievalს. წინაზე 6 წუთამდე გადავიღე და გაიჭერა რაღაცა და წამიშალე ის 6 წუთიანი ვიდეო, რაც გადავიღე და აქ კიევი გავანადგურე და ასევე აქეთკენ ეს რაღაც სახელმწიფო, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, ალბათ მნიშვნელოვანი იყო და არ დავიმახსოვრე. მაგარი გასამართლების საკუთია. მნიშვნელოვანი არ იყო და არ დავიმახსოვრე. კაი, ახლა რაც შეეხება აქეთ, ამას მაგად არხეული აქვს. მიდი წადი ეგრე, შეკაი ადამიანო, შენ მოდი ეგრე, შენ წამოეგრე. ეგრე ხაზივით გავუყვეთ ნენელა, ასად არ გვეჩქარება. წავიდეთ ნენელა წინ, ასე გავასუფთავოთ არე-მარე. წინ მაგას აღარ გადავდგავ, იმიტომ რომ მაგის დრო არა გვაქვს. დავარტყით ხა, დავარტყათ ამას ეგ არის და დავარტყათ ამას და ეგ არის რა. არ უნდა მაგას მეტი. არაფერი. სხვა რა ხდება? აქეთკენ ოზგოთები და უგეტყვის ბურღავენ ესენი მარტოს. ჩაცხემიდი ეგ არის და მოდი ერთი ეგია. მეტი რა უთხრა მან და ვიცი. კაი, ახლა შენ მანდ ცუდი აზრია რომ გაგიშვი. მანდ დარტყმა არ შეგიძლია და აზრი არ აქვს შენ მანდ ყოფნას. კაი, მიდი შენ ეგრე. კიდე რავი სად დავჩნენ, აქეთკენ გამოვიყენე, აი ეს. მეტად წინ ვეღარ წევთ, ვერა. რატომღაც ვერა. აქეთ რა ხდება? კაი, ბრძოლები მიმდინარეობს აქაო. პირატები რატომ ახსოვდა ესენი? ერთი ესენი ვერ გაანადგურეს ვანდალები რა, მათ ვაგიდე. ახლა ტერიტორიები მოხსმა. მე უნდა თქვა ღმერთმა გვაპრობლემს მეთქი, მაგრამ რა უნდა გვამროჩი ხა ტერიტორიები მოხსქვე. წავიდა ბაზარი არ არის, ახლა აქედან ნენელა გაუშვეს, აქედან გამოყვები ჯობს. წავიდა. მერე ამას გაყვა ეს. მაგას გაყვა ეს. ასევე მიყვა ეს. ესეც მიყვა მაგასო. ეს ერთად გადავიდა მარტო. მიდი შენ მან წადი. შენ მაგის მეძე ვეღარ გადი ხარ, ბაზარი არა, შენ მიდი მანდ გადი. ესეც ერთზე გადადის, ესეც ერთზე გადადის, ესეც ერთზე გადადის და მეტად ვერა. კაი, 10 კაციო, დაბრუნდი უკან. აბა სხვა, აღარავინ, ხო, ბაზარი არ არის. კაი, ფული შეგვიგროვდა, ჯარი საკმარისია, არ გვინა მეტი. ერთი ბელგრადზე ხوار შეგვეტია, ცოტა ხوار დაგვესპაუნებინა და დანარჩენი, რავი, შვიდობებს თუ დავამყარებდი. ფული კიდე აში დავხარჯო, ყველაფერი ვიღებ, გამაქსულია ძმა, გამაქსვა. ვეღარაფერს ვეღარ დავხარჯა, ვერც ქალაქების და კასტელების, ციხესიმაგრეების გაძლიერებაში, რო ვიღებ უკვე გამაქსული ყავთ. ყველას გამაქსული ყავს აბსოლუტურად. ახლა რო გადავხედე აქაცე
გამახსულია ყველა და ყველაფერი. იმხელად როა გასულ თამაში გამახსული უნდა იყოს, აბა რა უნდა იყოს. ჩემთანაც რავი ყველაფერი გამახსულია. და ეს ფულიაში დავხარჯო არ ვიცი ხლა. შვიდობების დამყარებაცო გითხრათ მინდა, არ მინდა შვიდობა დავამყარო. რაში მინდა ისე დასაპრობები გამიხდება მე ხელახლა გამოსაცხადებელი და თქო ფულს გადაყრი. მაქსიმუმ ესენი ალიანსში ავიყვანო. მინებიც ყავნან რა აქ რა. მაგაც გავაკეთებ კიდევ ალიანსში ავიყვან. ამ იმას ბუდაპეშტ და ტოკაჯა რომელი ქვეყანაში ჰანგრის დავანებებ თავს. იმიტომ რომ გარშემო რო შემოული და ქვეყნები და შუაში მოექცევა თვითონ დამნებდება. ერთი ისინი გადმოვიყვანო. აი აქეთკენ ეს არმია გადმოვიყვანო აქეთ. და მე თუ კიდე შემოთავაზებს ან რომი ან ეგვიპტე ლათინა იმპერიასთან ომს ბაზარია დავიწყებ რა უკვე. ტვინი გამებრუღა ბრატ, მაგათ გამო ბელგრადი ვერ ამიღია. იმენა აუღებელი ქალაქი გახდა. რა არის იმენა ვაკლავ და ვაკლავი უნიტებს. თვითონ ბრატ იმენა 9 ადგილს იკავებენ, ებძვიან და ვერ იღებენ და მე ერთ ადგილზე მიშვებენ, ერთ ადგილზე მიყენია კაცი. იუბიდინებიო, აბარაშვებით იუბიდინები. ამათ ხო ვერ დააყენე საშველი და იმენა ვლანდია რა შუაშია, ვაიმე მაუნთებლეთში ვარ ვარდინი. ვანდალები ვერ დაამარცხეს ბრატ. ვლანდია რა შუაშია ზოა. მართლა მაუნთებლეთში გადავარდი ბანელორდში მენა. ძალიან მაგარ თამაში ძალიან მაგარ მევასება და 400-მდე ჩამომიყვანეს 500-დან ასე იქ. კაი ბარე მაგ ვართ და რაც არის ისინი აჰა. რავი. როდის მიამად გადავიყვან. ადიმიდი ეგრე. გაყევი ეგრე. ეხლა დალ შემოდი. ასე ვიზავ რა ეხლა. წახვალ შენ, მოხვალ აქამდე რა. გასაგებია? წახვალ შენ, მოხვალ აქამდე, 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 ხო გასაგებია, ეგრე. აზარი არა, შენ წახვალ და მოხვალ აქამდე რა. სხვა რავი, რაღა დავრჩა. 15 კაცია მეგონი აქეთკენ, ხო? კი. აჰა, ისიც დავკარეთ იქ ტერიტორიები. სად არის აგერ არის. აქამდე მივა. იქიდან აქამდე გამოვიდეს. აქედან მე აქამდე გამოვა და ასე და მოვაძლევს მე იქამდე. მოჩახდება რა, ასაც გვიტყვი. კაი რაც არის ახლა. სულ არაფრობას ჯობია. კაი მომეწონა, მიდი ჩაცხე. მიდი კიდე. კაია, ეხლა ეს წამოვიდეს საკეთ ჩაცხოს ამას. ეს წამოვიდეს საკეთ ჩაცხოს ამას. კინა მოვკალით, კაია. რაც კაია. ეს გამოვიდეს ჩაცხოს ამას. ეს აქა და აჰა. აჰა. რავი მეტად წინ ვეღარ წევკვი ამათ. იყავი ჯერ შენ მანდ ჩემო მეგობარო. ნიტა დაწერეს. მე ვნახავ იყოს. მანდ ეს დაწერეს, მაგრამ
მაგის დრო არ მოქვს. 200-400-მდე ხო, კაი, მოდი ახლა. ამასთან ალიანს შემიძლია მარტივად, ბაზარი არ არის. ამასთან ალიანს შემიძლია მარტივად, ბაზარი არ არის. კიდევისთან ამასთან ალიანსი 12%, ბაზარი არა, მაინც გაგაკეთებინებ ალიანს. 8-ში გამოვა ალიანსი. ეგარი. ხო თქვი. ოპა, ეს კაი დიდი გამختარა ძმა. ვიზგოთებთან ალიანსი. შვიდობა არა გავაკეთე, არა მე გამოგიცხდებს. იმე რასულელი ვარ 12%. ახლა მაგნიტი დახარჯვეს არ მინდა. აღარ დამჭა ფული. 30 მოგიმატებდა. მაშინ. აბა ეხლა მყოფნის ხო? კი, ეგ არის. ვანდალებთან ვერაფერს ვიზავ. ამათან ძალიან ცუდ დღეში მაქვსო. კაი, ყველასთან ვერ ვქენი, მაგრამ ამასაც შვიდობა დავამყარე, არა და ვაფშე არ მაწყობდა შვიდობა. ტიპს ნახე, იმი რამდენი ჯარი ყავს. ვიზგოთებს, ხო ვიზგოთები არიან? ხო ვიზგოთებია, იმპერი. ყველგან ყავს, ამ საზღვარზეც ვყენია, ცოტა ყავს, მაგრამ რომ მიყვანოს ბლომად გამოვა საზღვარზე. მაგრამ ჩან ცოტას. აქაც იმენად გადასული იმის ტერიტორიებზე როგორ რა იყო, ამ ტერიტორიები არ მესმის. აქაც წინააღმდეგობას უწევს. აქაც ყავს. იდრის იმპერიასაც კაი ბლომად ყავს, მაგრამ როგორ არის ეს ტერიტორიებს ეგეც არ მესმის. ეს რომელიაო? Empire of Hispania. ჰისპანიას იმპერია, რავი, აქამდე როგორ გადარჩა არ მესმის. ფრანკებსაც არ ყავთ ეხლა, ფრანკებს და ვაღიაროთ, რომ ვიზგოთებზე ცოტა ჯარი ყო, შეგიძლია რომ ხრიწი დააკრა. ვერ ხვდები რას გულისხმობ, მაგრამ მე გავიგებ. არა ძალიან ისა ყავს რა, ფრანკებს ძალიან უფრო ცოტა ჯარი. როგორც რომსაც ძალიან ცოტა ყავს. კაი. გავუშვათ შენეგის. და რა როგორ მოხდება ვნახოთ. მოდი ვთქვი დავაპაუზებ, მანქამდე ეს გაივლის და მანქამდე ვნახავ რებს წერებიან რა. გავიგეთ რომ რას წერებოდნენ და ესეც ბოლომდე არ გასულა ჯერ ფრანკებზე ვართ. ხვალ უკვე გავდივარ გამოძახებაში, მეწყება უკვე სწავლა სამხედრო აკადემიაში. და აღარ მექნება იმდენი დრო ეკობრებო. როგორც შემეძლო თავისუფალი დრო როგორც მქონდა, იმიტომ დაკავებული გრაფიკი მქონდა, ბევრი რაღაც მქონდა გასაკეთებელი ფორმასთან და რაღაცები დაკავშირებული, ასევე საყიდლები, აკადემიის წასვლელი რაღაცები მჭირდებოდა, რაც ელემენტური რაღაცები მოითხოვდა, ბევრი რაღაცები იყო და დრო მჭირდებოდა მაგისთვის და მაგის გამო ეს შეუძლება მქონდა, დიდად დრო ვერ გამოვხო ვიდეოები გადამეყო რა. ამიტომაც რავი, ბევრი ვერ გადაგიღეთ და შემდეგ შაბათ-კვირას იმედია გავმიშვებენ, რომ ერთი ვიდეო მაინც დაგიდოთ რა. თუ შევძელი, მეგობრებო ხოლმე, ყოველ შაბათ-კვირას თუ გამომიშვეს, მინიმუმ ერთ ვიდეოს დაგიდებთ. იმიტომ რომ ჩემი გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ დაღლი და განსული ვიქნები ხოლმე და შაბათ-კვირას მინდა დასვენება, მაგრამ რადგანაც მინდა დავტოვო რაღაც ჩემიდან YouTube-ზე და ასე მოგწონთ ბევრ ჩემი ვიდეოები, მაგის გამო ვაკეთებ ყველაფერს, რომ ჩემ შეუთავსებელ დროსთან რაღაც შევათავსო მაინც YouTube-ი რა. იდრის მერე მონა იმპერატორი გამოუცხადეო.
ბაზარი არა გამოუცხადებ, მაგრამ რა. დიდხანს მაინც ვერ გაკაჭეს, ვიყავი, მოდი შენ ვარ. კაი. რაც შეეხება ახლა აქეთ. ინგლისი ვერადვერ განადგურდა, ხო? მაგას კაი, რაც მაინტერესებდა ახლა მე აი ბურგუნდიის სამეფოსთან მიდი და პირველივეზე ძალიან კაია. ეხლა ამასთან გავუშვათ ეგა და აჰა 203-ზე ავიყვან. კაი, ეხლა მოდი შევხედოთ აქეთკენ. ჯარი ცოტა შემითხელდა, მოდი ვაღიაროთ. 400-მდე ჩამოვედით, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი არის სხვებთან შედარებით. მაინც უზარმაზარი არ მიამყავს, მაინც დაუმარცხებელი არ მიამყავს. მაინც ვერაფერს ვერ მიზავენ. მაინც გავანადგურებ ყველას. იმიტომ რომ ეს მე ვარ დაუმარცხებელი, ყოვლის ცოდნე. მაგრამ გიტრობა ხო ახლა? აუ მიდი შენი გარგის. ოპაც. აჰა. ამას მეტად ვერ ვიზავ. ეს შემიძლია გავუშვა ასე, ეს შემიძლია გავუშვა ასე. მოვკალით, ვერა. No problem. აქ არაფერია პრობლემა. მაქსიმალურად ვუტევ რა, ხაზი დავიჭირე და მივდივარ და ვკაფავნენია ყველაფერს. კრაკოვამდეც მალე მივალ და მე აქ რა ქალაქია? ფასაუ და ვიენა, მაგამდეც მივალ მალე რა. აქ შევიწროება მოგვიწევს. ასევე კალათი ბძვიან. რავი რა. ბელგრადზე რა ხდება, ბაკ. სიკა. მე მგონი ერთი ეს აქ ანეს 117 168 186. აუ ეს ჯობია ბევრად, მაგრამ სიძახი level 3 რა. ეს კაია სროლებში ეს დანიშნა რა. ეს ჯობია მართლაც ყველაფრით. თითო კაცი ანუ იქ 5 ნიშნავს, ანუ 400 რო იყო. სადა ესენი დამრჩა. მეთქი ეხლა იმას ფიქრობდი, სად დამრჩა ხალხი? რა მხელაზე შემიძლია წინ წავწიო. სად დამრჩა წამოუყვანებელი ხალხი. სუპერ მონიტორი განყოფა შიტა. ერთი რომ მაგათმა დამარეიდონ ჩემ ვიდეოზე. მომატება გამოწერეთ. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო. იმიტომ როდესაც ავალთ 1000 გამომწერზე, 1000 ლაიქი არა, 1000 გამომწერზე, კიდევაც მიწერია აღწერაში, YouTube-ის ჩემი არხის აღწერაში. გამოწერების რა, რამდენზე ვარ? 70-ზე ვარ ასული და მადლობა 70-ვეს რომ გამოიწერეთ ჩემი არხი. 70-ზე ვარ ასული. 1000-ზე როცა ავალ, გავაკეთებ გათამაშებას. ჯერ არ ვიცი რას გავათამაშებ. ფიქრობ ან gaming რაცა კლავიატურა, ან gaming ის სკამი ან რაიმე gaming გავათამაშებ, რომ ჩემი არხი არის gaming-ზე გადართული, gaming-ით ვაკეთებ ვიდეოებს
და თუ გავათამშე ისეთ რაღაც გავათამშე რაც გეიმინგთან არის დაკავშირებული. მე თუ სპონსორი გამომიშთა აქაუნტი და რაც არ ამგონია და წარმოუდგენელია ეგ ჩემთვის და იმან დამასპონსორა რაღაცი და ნივთი რო გათამაშები და მეხმაროს, მაშინ მაგას გავთმარა. 1000 გამომწერზე ვერა არ დაიწყებს ჩვენს დასპონსორებას, იმიტომ რომ 1000 გამომწერი ჩათვალეთ მატლი ხარ YouTube-ში. იმიტომ 1000 გამომწერი არაფერი არ არის. ეხლა კი ჩემ თავს disrespect რა არის, არაპატივცემა არ არის, მაგრამ როგორ თქვა? ცუდად მოვიხსენებ, მაგრამ მე რეალურ იმას ვიძახი რა. 1000 გამოწერი მასლა ეგეთი რაღაცა და როცა 1000 გამოწერი ეგეთი რაღაცა და მე 70 გამოწერზე ვარ, ეგ უარესია. ზომები შევადარე რა, თუ რა ეტაპზე უკვე ქართული YouTube-ი განვითარებული და ისეთ ეტაპზე ქართული YouTube განვითარებული 1000 გამოწერი, ავი. ძალიან ცოტა. აი 1000 გამოწერი მაშინ იყო ძალიან ბევრი იყო, აი YouTube-ში შემოვიდა პიკში, პიკში რა, თავიდან შემოვიდა, ძალიან 5000 გამოწერა ყოლოდა, ისეთი რაღაცა, ეხლა 500000 გამოწერი ყავდეს რა. და 1000 გამოწერი 100000 უდრის რა, ეგეთი ის იყო რა, 1000 გამოწერი. და ეგეთი პიკი, ეგეთი ის იყო მაშინ. უმეტ წლები იყო, მაგრამ ახალი შემოსული იყო მაშინ. პროვოკატორი რო იყო YouTube-ზე მაგ პერიოდში რა თავიდან გაიჩნდა. ვიზგოთ იმპერია, ეხლა გადავიდეს Fedwallet-ზე. 380 კიდე ერთი უნიტი მომიკლეს. ამათი ასე იგი მისუსტება თლიან ჯარი ამ ფრონტზე რა და აქედან დახვარე ძალა კი მომყავს, მაგრამ როდის ესენი გადმოვლენ ღმერთო ჩემო ეხლა აქედან რამდენი მომყავს? 2 4 6 იმით მომყავს 2 4 5 მინიმუმ რა. 5 თუ მინიმუმ არის. ერთ 15 კაცი იქნება რა, ეხლა რაც აქედან მხრიდან მომყავს, ხო? მაქსიმუმ 15 ვიძახი. მაშინ 10 5-ზე გავაკეთებ, 10 გავუშვებ ორგოთებისკენ და ლათინელებისკენ და 5 გავუშვებ აქეთკენ, მისახმარებლად. აი ეხლა ვიგიტყვით რამდენი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 მომყავს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 კი 10 4-ზე რა. იმიტომ იქკენ ისეთ ბევრი არიან და აქკენ არ წყავ ჯარი. და ბანები ლათინებსაც ავიღებდი, იმიტომ ტვინს მიმბრღავენ. და ეხლა გამთავაზობდი ლათინებთან ომს ბიჭო. და კაი ბლომა ჯარი ყავს ლათინებს. იმასაც ბიზანტიურ ჯარი ყავს, როგორც მე. მიდი კაი რა. შემდეგ სლაზე რა იქნება, არ ვიცითო. მიდი ეგრე, კაია. და შენ ვერა. მაგდენი ფული არა გვაქვს სამწუხაროდ. მაგრამ შენი ფული გვაქვს. კაი. ეხლა მიდი კიდე ერთი გამინადგურეს, მაგასაც მალე მიმიყოლებენ ზედ. აქ და ფრონტზე ვაგებთ რატომღაც. ციხესიმაგრეში არ გამოდგებიან ესენი დიდად. აი ხა ჩამაგრო ციხესიმაგრეს მარტივად გამონადგურეთ. რა მოხდივიდათ ბიჭო.
4 კაია damage არა მეზარება წაკითხო ახლა და ამას დაარტყმით რომ უკენ დაგარტყოს მე კაი და ახლა დალშე ეს ასე ამათ ვერწევ წინ ასე სამეტი კატ ესენი დამავიწყდნენ ხო ბაზარი არა ეხლავე ერთი ცხენოსანი მოდი აი შენ გაგიშვებ ეგრე რა შენს გაგიშვებ ეგრე და შენს გაგიშვებ ანუ 5 კაცი უკვე მიმყავს ქვემოთ რა აგერ მოდი მოვუნიშნოთ ამათ რა შენ ექსკლებზე როგორ უნდა წავით მინიმუმ 1 ეგრე შემდეგი არის აგერ შენ წამოხვალ და დადგები ესე შენ წამოხვალ და დადგები ეს დარჩა ვინმე ეს დამჩნევ გაუთვალისწინებელი ეგ 5 არის კიდე მინდა ურჩა ესენი ხო ბაზარი არ არის წადი ეგრე ესეც გაუშვებთ ეგრე რა თქმა უნდა ამასაც გაუშვებთ ეგრე რა თქმა უნდა კიდე ვინ დავრჩა ვინა აი აბა ვნახოთ იგი იყოს ეგრე ეს მოდი ჯერ აქეთ გავუშვოთ ასე და მე ვნახოთ სხვაზე სხვა რა დავრჩა ეს დავრჩა რომელიც თითქოს აღიდგინა ხო ძალე ბაზარი არ მაშინ გავუშვოთ სხვა რა დავრჩა ეს დავრჩა 4 მოიცა სანამ მაგას ვიზავ მე აქ აი ეს მაინტერესებს აქ ყველანაირი ნაყიდი მაქვს გამაქსულია ასე იგი ვართ ფაირეთში ხო ბაზარი არ არის სხვა რა ხდება აბა რუკაზეო ცვლილებები არ აისახება ხო მაგრამ მაგას აქაც დავუთვალებ ასე ეს ერთი სვლაც გავიაროთ და მე ვიდეო დავამთავრდით რომ ძალიან გაგოწელება და ამ ვიდეოში რავი მე მგონი ერთ ქალაქსაც ვერ ვიღებთ ძირითადად მოვუნდით არმიის გადმოსხმას და ბოლომდე ეგეც ვერ გადმოსხი ხო თქვი მე ნაღა 1 2 თუ 3 ეპიზოდი დაჭირდება წინა ვიდეოში თქვი და წინა ვიდეო ეს ვიდეო უკვე ერთი ნახევრად მოვიყვანე და რაღაც მესამე ვიდეოში მოვიყვან დანიშნულ ადგილებზე რაც მიკვირს იმიტომ რომ აქ ჯერ კიდევ აქ არიან და ზოგი რამოდენიმე საიდან მოდის ტიპი რანელა მოძრაობენ რა ტვინს ბრუღავენ მაგას 385-ზე ჩამოვედი რა უკვე down თუ 77 იუნიტი მყავს ასე იგი ახლა მე ერე გამოდის
379 რატო კენცია თუ ეწერ ჰა? 5-5-ობით არ აკლდება? თუ ზოგი 6-იც არის, 6-იანიცაა. არ ვიცი. სამხევნოსებზე არ მინახია. აი, ასე იგი 6 მომაკლდა, ეხლა 385 იყო და 379 გახდა. იქ დამარტყეს, თუ იქ დამარტყეს, ეხლა მინდა გაიგე. არა, როგორც ეს იქ დამარტყეს ბელგრადთან. ის კი კრაკოვთან დამარტყეს, მაგრამ კრაკოვთან შეიძლება. მაგრამ უფრო ბელგრადთან ფიქრობ, რადგანაც ისე 2 საათი ისია დასმული, უჭურმა დამარტყოდნენ. კასტელეჯი, ეხლა გადავიდი კასტელეჯზე. როდის მე კასტელეჯი გავიარე აღარ წინ მახსოვს, რეპორტ. საფრთხის იმპერია, ვაიმე, რასაც დავათარი 2 ქალაქი დარჩენილი. ბრემენით და კოლგეით ტოტალი. რა გამახსენა არ ვიცი, მაგრამ ლათინა იმპერიას ომი გამოუცხადეო. ვაფშე არ მაწყობს ხელ ლათინა იმპერიას ომი რომ გამოუცხადო რა. ჯარი არ ყვა ჯერ განმასხული და აქ რატომღაც ვაგებთო. მოდი უარ გეტყვი ჩემ მეგობარს ტახნით. სულ ცოტა ხნით გეტყვი უარს რა. ეს რამდენზე არის 3-ზე? და აქ რამდენიას გვაძლევენ? მან გვაძლევენ 3. კაროჩე შეცხვალი იქრა და მე ვნახოთ რა მოხდება, როგორ მოხდება რანაირად მოხდება. ეხლა რაც ვიცი, შენა ეგრე უნდა ჩაგცხო. ბელგრადი რა უღებელი გახდა ძმა. ეს ლათინები აი რა ტვინს ბურყავენ. ახე 2 4 6 8 10 იუნიტი აქვთ თითქმის ალყა შემორტყმული და ვერ იყებენ რა ძმა. 1 აქედან, მეორე აქედან, მესამე იქიდან, მაგრამ ესენი ახლოს არიან. სანამ ესენი მოვიდნენ ნაკ წეგან 2 სულა კაცშვილი არისო, 1 იდგა შიგნით მარტო 2 იუნიტებიც გაძვალყავებული ესეთი დღეში იყო. შეეძლოთ აქაც და აქაც დაჯენილიყვნენ, ასე დასმულიყვნენ ესა და მაგალითად აი ეს, ან ეს. და ეს აქედან და 1 აქედან დაარტყოდი, მეორე აქედან დაარტყოდი, მესამე აქედან დაარტყოდი, მეოთხე აქედან დაარტყოდი, მე აქედან დავარტყავდი და მე აქედან შევიყვანდი ჯარს. ვერა ძმა ვერ მოტვინიეს ამათი კომპიუტერი. აჰა. აბა მინჯობია, მე ჯობი ვარ მას სამოსვაკლებდი. რამე 5 ლევეზია, რამდენი ხანი ებრძო შედალუცვილო, ჰა? კაი იყავი მან და მე უკან დაბრუნდი. არ მინდა ეგეთი კაი იუნიტი მომიკვდეს. შენა შენც არ მინდა მომიკვდეს, სიმართლე გითხრა. შენ წახვალ იქით. ამსulis მე. მან და მე გაყევი ეგრე. კაი რა შეიძლება ეხლა აქეთ მიდით თაცხი მანდ. ოპას კაია. მიდი კიდე. კრაკოვი. თქვენ რა გონიათ კრაკოვია? ის კრაკოვი არის რო ვერ აიღოს. 2 დამჭირდა ასე ცეცხლო ამოსო მაგისთვის. ტვინს დაიღო უკვე ამა და მიდი შედი. მაგრამ აღარ გადასპაუნდეს. წავიდეთ ნენილა წინ გავიწიოთ. ნენილა მივდივართ წინ და წინ. თითქმის მთელი ჯარი შემოიყვანო უკვე ამ ტერიტორიაზე. და კრაკოვს 2 კაცი უტყავს. 2 არმია რა, პატარა არმია. მოცუნცნული არმია.
კაი მეგობრებო, აქ დავამთავრებ ამ ვიდეოს. 39 წუთია ვიღებ და უკვე ძალიან ბევრია. აბა ჰე და აბა ჰო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace, მომავალ შეხვედრამდე.